თვეების შემდეგ მინერალების შეთანხმებამ ხელმოწერაც იხილა და დღის შუქიც. უკრაინის იშვიათ წიაღისეულებზე ამიერიდან წვდომა ვაშინგტონსაც ექნება. ეს იმ საინვესტიციო ფონდის შექმნის სანაცვლოდ, რომელიც ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაზე იმუშავებს. კიევისთვის ეს ერთგვარი გარანტიაა, რომელმაც მის ტერიტორიაზე ამერიკული ინტერესების ყოფნით რუსეთი უნდა შეაკავოს. US contribution can be done either by direct funds transfers or ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კონტრიბუცია შეიძლება გააკეთოს როგორც პირდაპირი ტრანსფერების, ასევე სამხედრო დახმარების მეშვეობით, ამ გარიგებას უსაფრთხოების კონტექსტში აყენებს. პირობები 50-50-ზეა. არსებობს გარკვეული შვება და ოპტიმიზმი, რომ ამ გარიგებაზე ხელმოწერა შედგება. ის აბსოლუტურად დაბალანსებულია იმ დოკუმენტებთან შედარებით, რომელიც უკრაინას მარტში შესთავაზეს. წინ ბევრი საქმეა, თუმცა ამ წუთას ეს შეთანხმება უკრაინისთვის დიდი გამარჯვებაა. You don't have the cards right now. With us you start having cards. გამარჯვებამდე შორია, თუმცა ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირებისა და მინერალების შეთანხმების ჩაშლის შემდეგ მხარეებს შედეგი ახარებთ. კიევისთვის სასიხარულო იყო ის ფაქტიც, რომ ვაშინგტონი მას შტატებისგან მანამდე მიღებულ დახმარებას უკან აღარ სთხოვს. ამაზე აქამდე საკუთარ ამომრჩევლებთან ტრამპი აპელირებდა, თუმცა გადააფიქრებინეს. ახალი პირობის თანახმად ყველა ის დახმარება, რომელსაც შტატები ამიერიდან კიევს გაუწევს, ინვესტიციად ჩაითვლება. Resources such as uranium, titanium. საუბარია ისეთ რესურსებზე, როგორიცაა ურანი, ტიტანი, ნიკელი თუ სხვა. მათ მოპოვებაზე მხარეებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რადგან ეს რთული პროცესია. ეს შეთანხმება ბევრი თვის განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა ამა თუ იმ მიზეზის გამო მასზე ხელი ამ დრომდე ვერ მოაწერეს. შემდეგ კი იყო უფრო მეტი გაცვლა და უფრო მეტი მოლაპარაკება. უკრაინას ჰქონდა რამდენიმე კონტრშეთავაზება, რათა დოკუმენტი დაებალანსებინა. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გამხდარიყო, მათ შორის რადასთან დაკავშირებული ასპექტები. ამ საკითხზე უკრაინაში საგანგებო ფორმატში იმსჯელეს. ასევე განსაზღვრული იყო უკრაინის უფლება ახლოს იმუშაოს ევროკავშირთან. ეს პირობები დოკუმენტში კარგადაა დაცული. შედეგს უკვე საბოლოო დოკუმენტშიც ვხედავთ, ის სამართლიანია და ორივე მხარე ბედნიერია. ეს პირველი კარგი ნიშანია იმისა, რომ ამერიკელებსა და უკრაინებს შეუძლიათ ახლო თანამშრომლობა კომპლექსურ მოლაპარაკებებში. თავდაპირველი პირობა გულისხმობდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ ტრილიონობით დოლარის მინერალებზე მიიღო წვდომა. კიევი კი ბუნებრივი რესურსების განაწილების სანაცვლოდ უსაფრთხოებით გარანტიებს მიიღებდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩანს, რომ პირველი 10 წელი მინერალებიდან შემოსული სახსრები ექსკლუზიურად უკრაინას მოხმარდება. შტატებთან მათი განაწილება კი უკვე ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ერთობლივ საინვესტიციო ფონდს, კიევსა და ვაშინგტონს გარიგება მისი შევსების თანაბარ ვალდებულებას აკისრებს. ამასთან უკრაინა ინარჩუნებს წვდომას ყველა რესურსზე. Ми доопрацьовуємо уже остаточні ეს არის სტრატეგიული გარიგება, ჭეშმარიტ თანასწორი და პარტნიორული პირობებით. საინვესტიციო ფონდის მენეჯმენტში ჩართულობის თანაბარი პირობებით, რაც მთავარია უკრაინა შეინარჩუნებს კონტროლს ყველა ბუნებრივ რესურსზე. ამერიკულ მხარეს შეიძლება განიხილოს ახალი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, როგორც ერთ-ერთი კონტრიბუცია ამ ფონდისთვის. თავად უკრაინის კონტრიბუცია გულისხმობს საიჯარო თუ საჰონორარო ნაწილს. მანამდე უკრაინისთვის გამოყოფილი სესხები თუ დახმარებები ამ გარიგებაში არ ფიგურირებს. გარიგება ფარავს მხოლოდ ახალ კონტრიბუციებსა და ახალ დახმარებებს. ეს არის კარგი საერთაშორისო გარიგება ერთობლივ ინვესტიციებზე, რომლებიც უკრაინას აღდგენაში დაეხმარება. ამას გარდა ხელმოსაწერი იქნება კიდევ ორი ტექნიკური გარიგება, თავად ფონდის შექმნისა და ფინანსების თაობაზე. დოკუმენტში იკითხება პოლიტიკური ასპექტებიც. კერძოდ მასში ხაზგასმულია, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობას ვერაფერი შეუშლის ხელს. ამას უკრაინული მხარე მოითხოვდა. შეთანხმებას წინ მემორანდუმზე ხელმოწერაც კი უძღოდა, რომელიც მხარეებს გარიგების სისრულეში მოყვანას ავალდებულებდა. საბოლოო ხელმოწერა კი სიმბოლურად დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეასე დღეს შედგა. Today's agreement signals clearly to Russian leadership დღევანდელი შეთანხმება ნათელ სიგნალს აძლევს რუსეთის ხელმძღვანელობას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოწადინებულია სამშვიდობო პროცესზე, რომლის ცენტრშიც თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინაა, გრძელვადიანი გაგებით. დროა ეს ბოროტი და უაზროომი დასრულდეს. ამერიკის შეერთებული შტატებიც და უკრაინაც მოუთმენლად ელიან ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის ამოქმედებას უკრაინელი და ამერიკელი ხალხისთვის. ეს შეთანხმება საშუალებას მოგცემს განვახორციელოთ ინვესტიციები უკრაინაში, რათა ერთობლივად განვლოკოთ
უკრაინის მზარდი აქტივები. მობილიზება გავუკეთოთ ამერიკულ ტალანტს, კაპიტალსა და სტანდარტებს უკრაინის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის, რათა მის ეკონომიკურ აღდგენას ხელი შევუწყოთ. And accelerate Ukraine's economic recovery. უკრაინის ბუნებრივ მარაგებში თავს იყრის იმგვარი მინერალები, როგორიცაა მაგალითად ტიტანი. მას თვითმფრინავებისა და სხვა საფრენი აპარატების ფრთების დასამზადებლად იყენებენ. ასევე ლითიუმი, რომელიც საკვანძო კომპონენტია ელემენტების დასამზადებლად. უკრაინაში მოიპოვებენ ურანსაც, რომელიც ბირთვულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაში გამოიყენება. უკრაინის ნიადაგი ინახავს გრაფიტსა და მანგანეს, რომელიც ელექტრონული მანქანების ელემენტებისთვის გამოდგება.